აღზრდის მეთოდები თუ იცვლება? რა თქმა უნდა იცვლება. რა თქმა უნდა. ეს როგორი იყო აღზრდა შუა საუკუნეებში ქართულ საქართველოში ეს სხვა აღზრდა. თქვა თამარ დედოფლის დროს როგორ ზრდიდნენ ბავშვი ეს სხვა არის. ისტორია მიწის ეს. მე იცვლება როგორც ჩვენი განათლებლობის შესაბამისად. და ჩვენი განათლება რომ ჩვენ ვცვლით აღზრდას თავისთავად კი არ იცვლება. ხო, დედა ეგრემ ზრდიდა, მაგრამ მე რო ეს წიგნებიც წავიკითხე, მე რო ისიც გავიგე, მე რო ვიღაც სხვა მშობელს დავინახო რომ თურმე რა კარგად ზრდის შვილებს და მე შევიცვალე როგორც მამა. ამრიგად ტრადიციულს კი არ გავყვევი მარტო, ახალს დაუმატე. მაგრამ მე რო გოგებაშვილი წავიკითხე, კომეს კი წავიკითხე, უშის კი წავიკითხე, დავინახო ეს ტრადიციული არ ვარგებულა, ძალაობითი აღზრდა არ ვარგა. მაშინ ჰუმანური მომნახო. და აღზრდა იცვლის სახეს. იმიტომ რომ აღზრდამ რა არის აი მამის როლი რათია რთული. აღზრდამ უნდა თაობა მოუყვანოს ქვეყანას. თაობა, დინგით სათაობა კი არა. აი დამჯდარი თაობა, რომელსაც სოფხედელობა აქვს, ქიცის და ქიცმაცურის, გაეგება, ცხვირწინ კი არ იყურება, აი აქა და რამჭამო რა მინდა და სად გავიქცე და ვის შევხვდეო. ხო? და რა იმაში ვიჭურდო. რომელსაც აი კავკასიის სიგითკენ შეუძლია გადახედვა. ეს თაობა რა გჭირდება? როგორ გჭირდება? ხო და ეს თაობა საიდან გავაჩინოთ ჩემო ძვირფასო? თავისით სკოლა მაგ თაობას არ აზრდის. უჭედავს რაღაც ცოდნას სკოლა, რომელიც სასაფლაოს მაგონებს რა, აქ ნიუტონია დაკრძალული და იქ მენდელეევია და აქ ეს არის, იქ ეს არის და დაადიხარ ამ საფლავებს და ის ცოდნები უკვე გამქრალები არიან. ახალი ცოდნა მოდის. ტექნიკა ყირავდება. რა მოხდება 80-იან წლებში გააქვს წარმოდგენა? არა გავს და ასე მეც არ მქონდა წარმოდგენა რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში და ეხლა კომპიუტერით მუშაობ და მობილური მეც თანდამ აქვს. ეხლა ჩვენმა შეიძლება უნდა შეცვალონ ცხოვრება. და რა იქნება 60-70-იან წლებში, ამას შენ კარგად დაინახავ. როცა აღარც კომპიუტერები დაგჭირდება, აღარც მობილურები შეიძლება და სულ სხვა იყოს. ამრიგად მამაც იცვლება. მამა როგორც ადამიანი იცვლება. სხვა განათლებულობა აქვს. ხო? მამა უკვე ის კი აღარაა, რომელსაც მასწავლებელი თვითსუგდა, შენი შვილი და ასე, მამამ თვითონ იცუგა პედაგოგიკა. ხო? განათლებული, აგერ გაიხედ გამოიხედა, ევროპა დაინახა. არა? კი. განათლებულია და მასწავლებელმა კიდევ შეიძლება ვერც მოასწრო რამდენი ფულიც არ აქვს რაღაცა და ასე რომ შეცვლილ მამა შეცვლილ საოჯახო ცხოვრებას აწესრიგებს, ხო? შესაბამისად ის კარგად შეცვლილი შვილი კარგ სახელმწიფოსაც აშენებს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. არის ისეთი რაღაცები, რაც უცვლელია. აი უნდა გახვეს წითელი ხაზით ბოლომდე. და პირველი მეგობრობა. ხო, შვილთან მეგობრობა, ცოლის სიყვარული. თუ ცოლის სიყვარული დაირღვა, ოჯახი ლაყლაყებს, შეიძლება კიდეც გაეცნიან ერთმანეთს, მამა იქითკენ გარბის, პირველი მამა გარბის საერთოდ. ხო. ხო და ვითომ უყვარს შვილი, კვირაში ერთხელ წაიყვანს გასასეირნებლად, დედის წინააღმდეგ აჯანყებს, ბევრი რაღაცა ხდება, მერე მამებს გაზრდა უნდათ.